მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა როცა ამ ვიდეოს უყურებთ, უკვე 2022 წელია და გილოცავთ ყველას აბსოლუტურად 2022 წელს აბსოლუტურად ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარია და მე უკვე ყველაფერს, რაც თქვენ გულებს გაუხარდებათ. მოკლედ, უკვე მიხვდებოდით, რომ წელსაც არ ვღალატობ ტრადიციას და ვიღებთ ახალ საჩუქრების ვიდეოს გახსნას, იმიტომ რომ წინა ვიდეომ ერთ წელიწადში დააგროვა ზუსტად 1,350,000 ნახვა და 50,000 ლაიკი, რაც არის ჩემი არხის რეკორდი. და წელსაც რა თქმა უნდა არ ვღალატობ ტრადიციას და ვაპირებ რომ გავახაროთ ჩემი ოჯახის წევრები. მაგრამ ჩემი საჩუქრები არ იქნება ყველაზე ორიგინალური, იმიტომ რომ 31 დეკემბერს ახალი წლის ღამით გავიგებ და მეყოლება თუ ძმა. და ამაზე მაგარი საჩუქარი ოჯახში რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ იქნება. სხვათა შორის ეხლა ამ ბლოგის დასაწყის ახალი წლის ცოტა მერე ვიღებ, იმიტომ რომ თიკო საჩუქია ორი საჩუქარი. ორივეს რა თქმა უნდა ვიდეოში გაიგებთ, უბრალოდ ერთი საჩუქარი მიიღო ახალი წლის მერე. და სანამ მეორე საჩუქარს არ მიიღებთ, ამ ვიდეოს დადება არ მინდოდა არხზე, იმიტომ რომ ბოლომდე მინდოდა რომ ჩაბარებულიყო. ეხლა კი გააგრძელეთ ვიდეოს ყურება და დატკბით 2022 წლის საახალწლო საჩუქრების გახსნის ვიდეოთი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ლაიქს მოვაგროვებს და ეხლავე დაალაიქეთ ეს ვიდეო და დააჭერეთ დაბლა წითელ subscribe ღილაკს. სხვათა შორის თიკოს პირველი საჩუქარი ვიყიდეთ ზუმერში და აი ისიც. Yo, I pitch wisdom for the kids them. Solid as a prism, keeps a funky rhythm. If I want it, I go and get it. My blood thicker than water, we up like a zip. და ესე ავიღეთ ჩვენი MacBook-ი. ეს არის ახალი M1 chipset-ზე, როგორც ვიცი, 13 ინჩიანი. რავი, ძალიან კაია რა ჩემი აზრით. სანამ რო წავალთ აწინ, ვლოგები აღარ დააგვიანებს ხოლმე. დასასვენებლად რო წავალთ და ამიტაჟებს აქია. ეხლა უნდა წავიდეთ აქედან რუსთავში და უნდა ავიღოთ Crossly ხო? Crossly ქვია მაგას. ესეთი რო უკრავს რაღაცები, ეგა უკვე დაჯავშნილი გვაქვს და გავაჭერეთ, ეხლა ძალიან რო არ დავაგვიანოთ რა. What's the status quo? What's the scenario? Kicking mad flavors for hoes we don't save a dough. Put them to the ისეთი ამინდია, რომ საერთოდ არ მოხს იმის შეგრძნება, რომ დღეს ახალი წელია და ახალი წელი უფრო რაღაცა ფიფ-ქეფთან და რაღაცა. ბიჭო, თოვთან არ არის კავშირში შენთვის? ნახე როგორი მზე არ. ამბობ. ზაგარსნივი. ამი შეიძლება გათხოვდეს. მეტი არა ჩემი მტერი, მაგრამ ხდება ხოლმე ის ახალი წლის ღამით ძალიან ბევრჯერ მოხდა რა ისე, რომ დღეს კაი ამინდი იყო და ღამით თოვლით და რაღაც. double cup and sipping bought a new roll eating churros. Shorty ass fat like a sumo and ნახე ჩემი, დავა შევაჭერით. with the crew playing Uno. ესეთია ხო დაახლოებით. ესეთია პატარა ყოველს. ჩემოდა. ანუ ეს ძალიან დიდია და იმას ატარებ რა ყველგან ვაფშე. ძალიან ძეს კი აღო მწვანე. შავი ცოტა ისეთია რა. მაინც გოგოსთვის მინდა და შავი რა ყოფილი. აა. შენთვის რო გინდოდეს იას ნახო? ხო, ეხა ხო. ხატიას რა გაუსწორდება? რა სიმძიმეა ძმა? წინ დადეხვედი შოუკარი და შენ გადაჭიქი უკან. ჩემი არ გაჭყლიტოს ხა მე არო ეს უფრო მძიმეა. მოკლედ ქარქაში გილოცავთ მავშენა ძენს ხატია მშვიდობაში. რა ვქდათ ეხლა? ცალია შენ? ბიჭო კი. აი ფონი ჯავამდე მცალი. ფონი ჯავ ნახე რა ცუდი ტიპია ბიჭო. იყავი მოლში შესული, სამწუხაროდ ჩემი ძმისთვის მინდოდა საჩუქრები და ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ რაც მინდოდა იდეაში ვერ ვნახე. წინა წელს ჩემთვის შედარებით ადვილი იყო საჩუქრების არჩევა, მაგრამ ნუ ეხლა სამაგეროდ დედაჩემს უყიდე ესეთი საყვარელი საჩუქარი. აი ამაში დევშიგნით სამაჯური, აქ გამოწევდა სამაჯური, დაგხვდებათ უბრალოდ ეგ მერე თქვენც ნახეთ. თან არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ სამაჯურია, უბრალოდ ნაჩუქარია მთელი გულით. აი ეს ადიგზნობა საახალწლო განწყობა, ნახეთ რა ლამაზია თბილისი ღამით. აი ეს განათებები მე ეხლა სხვათა შორის პირველად ნახე აქ. ოპა, რა ფეთქეს ბიჭო. სხვათა შორის წელს ჩვენს ოჯახში უარი ვთქვით ასაფეთქებლებზე. ერთი იმიტომ რომ ძაღლი ყავს ოჯახში და მეორე იმიტომ რომ დანი. ოუ, ნაძვის ხე რა ლამაზი ყოფილა და ადრე როგორ მიხაროდა ნაძვისთან გამოსვლა. ეხა კიდე საერთოდ ისე გადის ხოლმე ახალი წლები, აი ნაძვის ხეს ესე სპონტანურად თუ შეხედავ და რავი ძალიან ლამაზია მართლა თბილისი, მომწონს კალათზე ზოგადად რასაც აკეთებს. ახალი წლის პერიოდში მით უმეტეს და ამ ეს ვთქვათ დაგრუზულობის ჟამს რო რაღაც პოზიტივი შემოაქვს რა საახალწლო განწყობა ესე ვთქვათ. აუ ღადაო რა ცუდროს დაიკეტა გუდვილი და მოვასწარი ძლივს მაინც ეს დედაჩემი საჩუქარი. აი ეს თიკო საჩუქარი ესე შევხუთე. მაინც ვერ მოვასწარი ყველაფრის ყიდვა და ძალიან ადრე დაკეტეს გუდვილიო და შეფუთო ძლივს მოვასწარი არა და თიკოს დაურეკე რომ ვიში ჩავიდეთ და ვიყიდო დანისთვის საჩუქარი თქო და ეხლა მე დანის რო არ ვუყიდო საჩუქარი სულ რო არაფერი მენა გავაფრენ. და ეხლა გავიქცევით მოლში გარეთ მელოდება თიკო. გილოცავ. მეც გილოცავ მეჯერადე. რა მიყიდე ეხლა მაჩვენებ საჩუქარს? ყოჭა, აი, სოლის საჩუქარი მესმის. არა, ფუშენი.
აქ დააყენლებ, შევიდეთ. ჯერ ესე მოლის ღია კარგი არ გამხარებია მგონი და გონი ღია? არა. დაიკეტა. რა ვქნათ ანისაჩუქარზე, სად უყიდოთ? ხო არ გადაობ დიდი ღომში ვნახეთ რაღაც სათამაშოების მაღაზია, სად რომელიც ღია უბრალოდ და აუ რავი იმედია რომ დანის უყიდით სათამაშოს და ჩემი ძმა და მამა ჩემი როგორღაც ეხლა ერთ ახალ წელს მაპატიებენ, პროსტა დანი ცოტა რომ წამოიზარდა და ესე თუ ისე რეაქციები აქვს რაღაცებზე, არ მინდა რომ უსაჩუქროდ დავტოვო რა. არა, მაინც ვნახეთ რაღაც. ნუ ისეთები მაინც არა როგორებიც გვინდოდა, მაგრამ თუ არაფერ ჯობია. ეს Avengers-ის სათამაშოები, რავი, მანქანები თამაშობს ხოლმე და ეხლა მოდი კაცუნები უყიდოთ და მანქანები რადგანაც უყვარს, მაინც არ დავტოვეთ მანქანების გარეშე. და უყიდეთ აი ესეთი სამშენებლო მანქანა. სამშენებლო, იმიტომ რომ მაინც ოჯახი მშენებლები რაღაც და თემატიკას არ ავწდით რა და ბავშვი თავიდანვე უნდა იყოს რა ბიზნესში ჩართული აქტიურად. Very Merry Christmas we'll have this year. Very Merry Christmas without all tears. Every night, every day is a happy holiday. A very Merry Christmas. ჩვენი წინა ვლოგი ვისაც გახსოვთ საახალწლო, ალბათ გემახსოვრებათ რომ ეს სახლი იყო ძალიან მილაგებული. ნაძვისხეც აქ ძალიან ისე კომფორტულად იდგა. წელს ღობები დაშლილი დაბლა სართულებზე, ესე ვთქვათ, სექციებზე. სათამაშოები არ გვაქვს. ვაიმე, თიკო რა ამბები იქნება მომავალ სახში აზე ხარ? და აი აქ არის ჩვენი დღევანდელი პასუხი. ბოლო-ბოლო ვინ გვეყოლება ოჯახში? ახალი ძმა თუ ახალი და? აუ ისი ახალი ძმა კაი იქნებოდა, ძველი რო შეგვეცვალა რა. ხო და ესეთი არეულობა გვაქვს წელს რა, დანის ხელში. A sunny day, but it's cold outside. Tingles in my heart. Breathing air that clears my mind. I'm all for a good start. მეგობრებო, უკვე არის 2022 წელი. აუმა. მიულოთ ხალხს ახალი წელი. მილოცოთ მეგობრებო, ახალ 2022 წელს. რავი, წელს ისევ და ისევ ყოველდღე საუკეთესოს გისურვებთ. პირველ რიგში ჯანმრთელობა და მერე ყველა დანარჩენი. ჩვენ წელს უარი ვთქვით ფოიერვერკებზე, იმიტომ რომ ნუ ძაღლები ცოდვები იყვნენ. გაყიდეთ რა ხდება ქალაქში. Walk around making small talk with people that pass me by. წავედით სახლში. შევედით, ეხლა მთავარი ამბების დროა. ეს იგი უმრავლესობა ეძახის? გოგო. ეს გოგოს. მე არ ვიძახი ვიცი უნდა. და ვა, კიდე ბიჭი. კიდე ბიჭი. იოცავ. აუ, კიდე შენაირი უნდა მყავდეს ბიჭო სახში, ჰა? ჰა? რამდენი ბიჭი ხარ სახში? კიდევ ერთი ბიჭი მეგობრებო ოჯახში. ანუ რატომღაც გული თავიდანვე მიგრძნობდა რომ გოგო იქნებოდა, მაგრამ არა, თავიდანვე ვიფიქრო რომ ბიჭი იქნებოდა, იმიტომ რომ მაინც გენებში ყველას ბიჭები ყავს და ეს არის მართლა ყველაზე მაგარი ახალი წელი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენი ოჯახისთვის, რაც კი აქამდე გქონია სახლში. ყუთში რაღაცა რო ხრიგინებ და ვიცანი ფეხსაცმელები იქნება მე. დაიცა გოგო საშელეა ფეხსაცმელები რო ქონდეს? ხო, მაგრამ რაღაც ისეთი იყო. მე რატომღაც ხო ვიძახოდი რომ მგონია რომ სამი ბიჭი იქნება მე. და დადგა ჩვენი ტრადიციული საჩუქრების გახსნის ეტაპი. და წლევანდელი საჩუქრების გახსნას დაიწყებს დანი. რა მაგარია! ვუ! ვუები ვასებად მანქანები რა გააკეთებს. აი წელს საერთოდ გონზე არ არის, ხლა რა ხდება საჩუქრებზე. მე მივხვდება რომ უნდა ითამაშოს. ხო, ეს მანქანები მოსწონს ძალიან ეს ბახისებრი დაიწყო. სუ აი მაგარია? ვედი ესენს გავხსნა არის. კაცუნები მოგიყვანი. ნახე რა მაგარია. სპაიდერმენი? ო, აქეთ კიდე ბებოსაჩუქრები. აღარ იცის რომ რა მაგარია, ზო დაიბნა უკვე. მაგარია? ეს მოეწონება ყველანაირ მეტად. ნახე, ამით უფრო ითამაშე. ეხლა ჩემს საჩუქარი მოდის? და მე ვაგებ. აბა ნახოთ წელს რას ჩუქნის თიკო. რა არის შეგიძლიათ? ჩემი აზრით რა არის? სათვალე. მართლა? მართლა? ისევ. აღარ ნამდვილად დახვეწილი როსია. არ დედას თუ არა აქედან. ოი და მადლობა. ნახოთ. ვერცხლია. ო, სუ ვერცხლის სათვალე ხო არ გადაუ.
როგორც ამიხსნეს, რა გიხსნეს შეგიესე. ეს რა? აი ზარი არ გეტყვება ხოლმე შენ თავს მოარგო. ეს ვერცხლის მუქფერებში დიზაინია ესეთი და ესენი არის კაკლის ხის. იმენა ის არის და მუსმიკეთ. ოპა, დანი ფრთხილად. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თიკო. ეხა სავარაუდოდ უკვე ყუცრო დაინახავ ჩემ აზრით მიხვდება, მაგრამ ნახოთ MacBook-ზე რა რეაქცია იქნება. ეს რა მოუტანი დედი. კაცუნები. ზიმია კი. ჩანთარო ვარავდა იქნება, ჩანთარო ვარავდა იქნება. აი მე ხარ ეს ის არის რაც მგონია. რა გონია? ზიმია. და გამოწერე ხო? ხო ის არის მგონია. არა, გამომწერთ, არ გამომწერი, აქ ვიყიდე. აი ხო გითხარი. მადლობა. მაგრამ ეს არ არის მარტო ერთი საჩუქარი. გაემზადე თებერვალში მივიდივართ მალდივებზე. მალდივებზე ან შრი-ლანკაზე, მაგას შენ არ არჩევ. კაია, მოგწონ შენს, ჰა? ძალიან პრაქტიკულია ხო და სადაც წახვალ თან წაიღებ და დავამონტაჟებ ვიდეოებს. Making our Christmas memories. Oh, oh. La, 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 la. Oh, oh, oh. La, da, da, da. Making our Christmas memories. Yes, these are the good times with მადლობადე. დანარჩენი საჩუქრები ვისაც უყიდე, ჩემს მასალ მამაჩემს უბრალოდ კიდევ ვერ მოვასწარი რაც მინდოდა მაგის. პროფესორად შენთვის მინდოდა მწვანე ადიდასის სპორტულები, მაგრამ ვერ ვიშოვეთ, ყველა იყურები ეგრე. მაგას გიყიდი მე, კიდე ბევრ რაღაც მოდის და ეხლა თან თიკომ მითხრა დღეს დასალევად მედიანო ბიჭები და ის აიყოლეთ რა დალიეთ. ბიჭები რაღაც გაერთით. yeah, it's just gonna be you and me. Hanging by the fire chill. მოკლედ, შო, მე ამოვწურე წლევანდელი ჩემი საჩუქრების სეზონი. ჩა, კიდე არის აქ საჩუქრები? არა, შო, მივხვდი, რაც მინდოდა, ხო არ გადაო. ფოტოალბომია. აიმე! მადლობა მართლა დიდი, ძალიან ორიგინალურია. დანისაცილს რო ვაწყობდით, იმენა დანის გაზის ისტორია არის ამ ფოტოალბომში. არა, არა, მართლა ძალიან მაგარი და ორიგინალური საჩუქარია, მადლობა ძალიან. კაია, მართლა. საათია მოეჭველი დედა. იმიტომ რომ ზუსტად ასე პარკში ჩავდე ჩვენ საათი რომ მივიდეთ. აუ, რა მაგარი საათია თან არ მაგჭი. ვა. ამანი ეს საათი შემოხდა იცი? ამ ვლოგის დადება იმიტომ დაგვიანდა, რომ ვაზუსტებდით შრი-ლანკას 10 დღიანი ტურის დეტალებს. თუ 9 გონი 9 დღე. 9 დღე 8 ღამე. არა უშავს რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ მეგობრებო, თიკოს აჩუქეს შრი-ლანკას საგზური. იმედი მაქვს ძალიან მოგეწონა. უბრალოდ ვერ გამოვხატე კიდე რომ ცოტა რაღაც პერიოდი თქოს ვეჭვობდი რა ანუ საჩუქრების ამზადებაში იყო და რა ვიცი მედია კიდე არ წამოვა ის კომენტარები რომ ვაფშე არ გაუხარდა და რაღაც ეგეთები წინა ვიდეოში მაგათ ტელეფონი მოჩქა ვაფშე არ ფიქრობდი და იმედ მოგუბრნელი იყო რომ ის ემოციები დამეტყვა და ეხლა ცოტა რომ ფიქრობდი რომ რაღაც შეიძლება ნუ ხო ეხლა რაღაცას რო ფიქრობ ხო არ და თქოს არ გამიკვირდა მაგრამ ნუ რა რეალური ემოციები იყო შენ მაინც მე ვიდეოებში კი როგორ გამიხარდა რა ვლოგები დაიდება თიკოს არხზე კი ბატონო ჩემ არხს დაელოდეთ ამასთან არა მე ვიდებ ვლოგებს მანდ დიახ შრი-ლანკაზე თიკო გადაიღებს ვლოგებს აუცილებლად გადადეთ თიკოს არხზე გამოვიწერეთ თიკოს არხი რომ არ გამოგხსეთ არაფერი ერთ ვლოგს მეც გადავიღებ ერთი დღე ყველაფერზე თიკო ამბობს კი შრი-ლანკაზე და შენ თუ ვიგენებთან ერთად არ გაბანაო განახებ ვახ რა ვიცი ამ ვიდეოდან მაინც და მაინც არ ველოდები ხა მილიონობით ნახობს წინა ვიდეო ერთი გამივარდა და ძალიან მოულოდნელად მაგრამ ბოლოდ ხონა მექნება თქვენთან რომ საახალწლო საჩუქარი ერთი მეც მაჩუქეთ უბრალოდ წითელ subscribe ღილაკს დააჭირეთ და დაალაიქეთ ვიდეო მოკლედ ნახვამდის და დაელოდეთ შრი-ლანკაზე უმაგრეს ვლოგებს კაცნა გავგზავნე კარგად დაუქნი ხელი